რა და ერთი დიდი ლულისა სამიზნის ფუნქციას ასრულებს. ნუ ყველა შემთხვევაში მე ამას ეგრე აღვიქავ რა. აქედან რომ ვიყურები აი ამ ჭრილიდან. პირდაპირ აი ამასა ვხედავ რა. მაგრამ რახანეს ხახნულიან ესე იგი შორს უნდა ესვრო. შორს ამით ვერ ისვრით. ელა მე 35 მეტრზე ვისვრი, მაგრამ თუ ამას მძიმე ტყვია სისვრით, თან ჟაკანს, თან ხახნულიან შეგიძლიათ უფრო შორმანძილებზე ისრულოთ. ამიტომ შორმანძილებზე კაი დამიზნება უნდა. თუ ტყვია საშუალება აქვს, ისეთი სამიზნეც უნდა კონდესო თვალი დაინახო იქ რას ესვრით რა. ნუ ყველა ვარიანტი ახლა მე პატრობთ ხო კიდე რა არის. რყევა შეიძლება დიდი არ აქვს, რაღაც მაგარი მასა აქვს, მაგრამ მაინც ანადირო თოფი, ამიტომ ამაზე 100 ლარიან და 80 ლარიან სამიზნეს ვერ დააყენეთ. ანუ დააყენეთ თუ არა გაისვრით და იმის ცხოვრება იქ დამთავრდება. თქვენ კიდე ფული აიღეთ და თოფში ჩადეთ და გაისვრით. ამიტომ ძვირიან სამიზნე უნდა იყიდოთ. ხნახნულიანზე რომ მიდის, იმაზე ძვირიან უნდა იყიდოთ. რომ რყევას გაუძლოს. მით უმეტეს აი ეგეთი რაღაცა როა. თან მე კი კომბინირებული რაღაცაა, მაგრამ აი ეგეთი აღლიშები ხა. ჩემი სულული იქნებოდა ამას ქონოდეს სამიზნე თავისი. რომ ისქნა რა ქვია, დაუმბიზნო მექანიკურად და ესეთი რაღაცები არ დაგჭირდეს.